ბიოენერგოკორექტორი მანანა ხითარიძე დეისაძე. მობრძანით ხალბატონო მანანა. რას მკურნალობთ? მინდა დავიწყო იქიდან, რომ 20 წლის წინ მე თვითონ გრძნობდი ძალიან ცუდად თავს და ვესინჯებოდი, გამოკვლევებს ვიტარებდი, არაფერი არ მჭირდა. უბრალოდ ხდებოდა ის, რომ ღამე ცუდად ვიყავი, დღე ავდგებოდი და კარგად ვიყავი, მაგრამ ვერ კვევოდი რა ხდებოდა ჩემს თავს. ბოლოს მოხდა ისე, რომ ნათქვამია, რომ რაც გჭირდება, ის უფალი გაძლევს იმას ყველაფერს და ითხოვე და მოგეცემაო და მე სულ მაინტერესებდა რა იყო ამ ყველაფრის მიზეზი. კი ვგრძნობდი, რომ საკმაოდ ენერგიას ფლობდი, მაგრამ მოხდა ისე, რომ მე გავიარე სწავლების კურსები, როგორც ხომ ერიკთან, ასევე ბოსიკაშვილთან და დავეუფლე ბიოლოგიური ჩარჩოს პროფესიას. და პირველი რაც გავაკეთე, ეს იყო, რომ შევამოწმე ჩემი ოთახი, ჩემი ბინა, სად იყო დადებითი ველი, სად იყო უარყოფითი ველი. და აღმოჩნდა, რომ ჩემი საწოლი იმყოფებოდა უარყოფით ველში, ანუ გეოპათოგენურ ზონაში. გეოპათოგენური ზონა ნიშნავს, რომ ესე იგი მიწის გულიდან ამოდის უარყოფითი ენერგია, სამყაროში ხომ არის დადებითი და უარყოფითი ველები. და ჩემი საწოლი 20 სანტიმეტრით ყვებოდა უარყოფით ველში. ამის გამო იყო, რომ ძალიან ცუდად გრძნობდი თავს. მთელი ღამე კოშმარები მესისმრებოდა და რომ მე გადავაადგილე 20 სანტიმეტრით მეორე მხარეზე გვერდით, მთელი ღამე უკვე კარგად მეძინა. თქვენ შეგიძლიათ შეხვიდეთ სახლში, დაათვალიეროთ ოთახი, ჩაატაროთ იქ თქვენი კვლევა და შეიძლება საწოლი არ იდგეს იქ, სადაც უნდა იდგეს. და მე ხო, ჩემი საწოლი რო იქ არ იდგეს. მე ეს ამის გაკეთება დისტანციურადაც შემიძლია. მთავარია რომ როგორ დისტანციურად? მე შემიძლია მსოფლიოს ნებისმიერ კუთხეში, სადაც აქედან ჩავატარო დიაგნოზირება, ნახაზე უნდა გამომიგზავნონ, სადაც მხარეები იქნება ნაჩვენები და ამავე დროს ოთახის განლაგება სად რა დგას. ადგილზე დადიხართ ხოლმე თუ რა თქმა უნდა, ადგილზეც ყოფილა. შეიძლება ძალიან ბევრი შემთხვევები მქონია, რომ ესე იგი ცნობილი პიროვნებები, რომლებიც მყავდა ერთი ცნობილი არქიტექტორი, რომელსაც იდეალურად ჰქონდა ბინა, მაგრამ ეს კაცი იყო ავად. კისტა ჰქონდა ერთ-ერთ თირკმელზე. ხალბატონო მანანა, ეს იყო იმ ცუდი ენერგიის. რა თქმა უნდა, ეს იყო იმ ადგილის ბრალი და მინდა გითხრათ, რომ თუ ადამიანის საწოლი ან სამუშაო კაბინეტში, ოთახი, სადაც უხდება ამ ადამიანს მუშაობა, მაგი დაუდგას, იქ მუშაობს კომპიუტერთან დიდხანს რამოდენიმე საათი. რომ ჩვენი საწოლი ეთყობა სულ ცუდ კაბინეტში. ჩვენი საწოლი თუ დგას უარყოფით ველში, თავის ტკივილიდან ონკოლოგიურ დაავადებამდე შეიძლება ადამიანი დაავადეს, თუ ის ხანგრძლივად წევს იმ ადგილას. მე ცხოველზეც მინდა გითხრათ, რომ ძალიან ხშირია შემთხვევა, ოჯახში თითქმის ყველა ოჯახში კატა ყავთ. შევდივარ ოჯახში და ვხედავ კატა ზის ერთ ადგილას. ვიძახე, იმ ადგილას არის უარყოფითი ველი. არა მეუბნებინ, ეს კატა სულ აქ-ზის. მეოთხარი, კატა არის ცხოველი, რომელიც ადამიანის ორგანიზმიდან, იმ ადგილიდან ეს კატა იკვებება უარყოფითი ენერგიით. როგორ შეიძლება საზრდოობს უარყოფითი ენერგიით. არ შეგიმჩნევიათ განსაკუთრებით რუს მანდილოსნებს კალთაში კატები რომ უზით და ხელს უსმევენ, არ არსებობს იმ ადამიანს წნევა ქონდეს, წნევას არეგულირებს. იმიტომ რომ კატა არეგულირებს წნევას. მარტო წნევას კი არა. ნებისმიერი ტკივილი გამოაქვს ორგანიზმიდან, ისე რომ ის ნეგატიური, უარყოფითი რაც არის ორგანიზმში გამოდის. ეს ადგილი მიყვარს ძალიან. აუცილებლად გავსინჯავ, ნებისმიერ კუთხე კუნჭულს გავსინჯავ. უბრალოდ ჩვევად მაქვს, სადაც შევდივარ, ყველგან სინჯავ. თვითონ მიდის იქ, სადაც არის უარყოფითი ველი. ტრიალებს. ეს სავარძელი დგას დადებით ველში. თქვენ ზიხართ ძალიან დადებით ველში. დადებითი ენერგეტიკა ამან. მე ავირჩიე. იმიტომ რომ თქვენ ინტუიციურად გრძნობთ ამას და იმიტომ. აი ნახეთ, ის არის სად წამოვიდა. ეს? აი ნახეთ, ეს ადგილი არის გეოპათოგენური ზონა. აქ არის გეოპათოგენური ზონა. და რა უნდა ვქნათ? ნუ ხო მათ ხო დიდხანს არ არიან ადამიანები. აი, აქედან უკვე იწყება დადებითი ზონა. თვითონ სახლის ეზოს უარყოფითი ველი. რა თქმა უნდა. ახლა ჩვენი წინაპრები, როცა აგებდნენ ეკლესია მონასტრებს, ხომ უნდა ყოფილიყო ის დადებით ველში, ყოფილიყო ტაძარში დადებითი ენერგეტიკა და არჩევდნენ ასე.
იყო ერთი მეთოდი, რომ ცხრის ფარას გაუშვებდნენ, სადაც ცხრის ფარა დაისვენებ და იმ ადგილას ცხარს უყარს დადებითი ენერგია. იმ ადგილას აშენებდნენ ეკლესია მონასტერს. მეორე მეთოდი იყო და ესე იგი ლერწამს იყენებდნენ ამის გასარკვევად, ლერწამს დიახ. და გავიდა გარკვეული პერიოდი, გავიდა ხანი და უკვე შეიცვალა ეს ხელოვნება მეცნიერებით და ბიოლოკაციური ხელოვნება შემოვიდა უკვე თანამედროვედ და ამიტომ არის რომ ბიოლოკაციური ჩარჩოც აქედან წამოვიდა. ისე 5000 წლის წინ ეგვიპტის პირამიდებზე არის გამოსახული ეს ბიოლოკაციური ჩარჩო. ძალიან დიდი მადლობა, გაიცარეთ.